ეს არის ფაქტიურად ჩემი ბავშვობის ოცნება, ჩემი სამყაროა ჩავთვალოთ. მამა მეზღვაური იყო. სულ ოცნებობდი, რომ როგორმე მეც მეზღვაური გამختارიყავი და სულ მონატრების გზობა მქონდა, სულ ზღვა, სულ რაღაცა და ყოველთვის ვეხვეწებოდი მამას. მეც გავხდები რა მეზღვაური მეთქი, მინდოდა მეზღვაური. მე ჩემი ძმის ნათლიაც მეზღვაური იყო ისიც. და მამამ რო არ იმითხრა, მას ვეხვეწებოდი, რომ გთხოვ ზღვაში წამიყვანეთ რა. რახან მეზღვაურად არ წამიყვანეს, იმიტომ რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ვიყავი და იმ პერიოდში ქართველი ქალი როგორ შეიძლებოდა ზღვაზე წასულიყო მეზღვაურად, ეხლა კი ყველაფერი, მაგრამ მაშინ ეს იყო დაუწერელი კანონი, რომ არ არსებობდა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ აქ წამოსულიყავი. ბათუმის საზღვაო ნავსადგურში. მე ვარ ამბულატორიის მეთდა ნანა ნადარიშვილი. ესე იგი 94 წელს უკვე გადმოვედი აქ. ფაქტიურად 30 წელია, ეხლა ვარ 66 წლის, 30 წელია ვმუშაობ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში. პერიოდში, როდესაც ეს არეულობა იყო, ეს იყო, მე ფაქტიურად საზღვაო ნავსადგურმა გადამარჩინა. 3 ვაჟი გავზარდე ამათი დახმარებით. ჩემი მოვალეობა რა არის? დილით, როდესაც ესე იგი მოვდივართ, აბსოლუტურად ყველას ვამოწმებთ ალკოტესტზე, ვამოწმებთ წნევის კონტროლი გვაქვს და ვატარებთ ჟურნალში და ვაძლევთ ნებართვას სამუშაოზე გასვლის. ძალიან ბევრი ისეთი შემთხვევები მქონდა, როდესაც სოცხლე გადაგვირჩენია ძალიან ბევრი ადამიანისთვის. იყო შემთხვევები, როდესაც მაგალითად აი ეს მე ამ წელს რო ხედავთ, ხო ხედავთ რა მაღალია და როგორი არის. იქ გამختარა მე ამ წელს ცუდად, რამდენჯერ ავსულვართ ზემოთ და იქ გაგვიწევია პირველადი დახმარება. ოღონდ არის სახელი მამისაზე. უტინ იყო კიდევ ესეთი რაღაცა. აი მაგალითად ცუდი ამინდი რომ არის, გებზე არის პაციენტი ადამიანი ეკიპაჟის წევრი ცუდად. ამ დროს რამდენჯერ ყოფილა ესეთი შემთხვევა, პატარა კატარღა არის, რომლითაც გემამდე მიდიხარ. და რამდენჯერ ავსულვართ აი იმ გემის დაკიდებულ კიბეზე და პირველადი დახმარება გაგვიწევია. ძალიან ბევრი იყო. იყო რუსი, იყო ბერძენი, იყო თურქი, იყო ინგლისელი. წლების წინ, მაგრამ ეხლა რამოდენიმე წელია ფაქტიურად ჩვენ აი ამ უცხო გემების მომსახურებას აღარ ვეწევით, იმიტომ რომ თვითონ ის წარმომადგენლები, ვინც ემსახურება, თუ კი რაღაცა პრობლემა მოხდება, სასწრაფოს გამოიძახებენ და გადაყავთ. ეს ფაქტიურად უკვე თითქმის კოვიდის შემდეგ დაიწყო. ყველაზე შემდიანი ისტორია ეს არის, რომ 31 დეკემბრის 12 საათის ჩემთვის ძალიან ძიმეა, დღის 12 საათი. ზუსტად 12 საათი იყო, სასადილოში გავედით რომ და ვესადილა და დაიძახეს რომ ცუდად არის ვიღაც. გავიქეცით, მივედით, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო და აი გეფიცებით ყველაფერს. არასოდეს არ დამავიწყდება, ელექტრიკოსი იყო ჩვენი, შესტოვი. ბოლო მისი ცრემლი, რომ მივედი, აი მხოლოდ ეს ერთი ცრემლი. მას შემდეგ გავიდა 8 წელი. და მისი შვილი ახლა ჩვენთან მუშაობს. გიფიქრია თოდესმე რომ გასულიყავით აქედან? არასოდეს არ მიფიქრია, პირიქით, აქედან რო წავიდე, შეიძლება ისეთ დეპრესიაში ჩავარდე, რაკიდა ამდენი წლისა ვარ, ამდენი წელია აქ ვარ და აი სულით ხორცამდე მიყვარს ჩემი სამუშაო, ჩემი კოლექტივი. ეს ყოველდღიური რუტინა, ხო, ჩემთვის არის ძალიან დადებითი და ენერგიის მომცემი.